კოკო გაგვიფრინდა ეს ზედავხარი აძვრა ჯერ ამ ხეზე გაფრინდა ჩვენ მივდივართ სათევზაოდ მოგესალმებით მეგობრებო ჩვენ როგორც უნდა ჩამოვედით ჩვენ სოფელში ეს არის ჩემი ძირის სახლი ვიმყოფებით ზუგდიდის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ნარაზენში ნარაზენის უბანია რუსთაველი და ჩამოსულებივართ რამდენიმე დღით ვიღებთ სოფლის ვლოგს თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და არხი გამოიწერეთ. TikTok-ის, Facebook-ის, Instagram-ის ლინკი იქნება ამ ვიდეოს აღწერაში იქნება და გთხოვთ გადადით, დაგვაფოლოვეთ. რავი დღეს შევეცდებით ცოტა საინტერესო ხიარული ვლოგი საოჯახო. წერდით კომენტარებში სოფელში როცა წახვათ და სოფლის ვლოგი გადაიღეთო და აგერ სოფელში ვართ დღეს რასაც მომასწრებს გადავიღეთ. გვაქვს თქვენთვის ძალიან ცუდი ამბავი. იმიტომ რომ კოკო გაგვიფრინდა შემიბრალია იმიტომ რომ გალიას ვკიდებდი და ჩამოვარდა ეს ზედავხარი აძვრა ჯერ ამ ხეზე გაფრინდა მე იმ ხეზე აბძვერი მე იმ ხეზე ვიზახეთ ყველაფერი კოკო მოდი რაღაც თუთი ყუშების ხმა ჩაურთეთ მეთქი ხმაზე მოსულიყო და რავი უკვე მეორე დღე აღარ ჩანს რო წავალთ აუცილებლად დავტოვებთ გალიას აგე საჭმელი ჩაჩიბიც ვკითხეთ შეიძლება 4-5 დღეს ვერ მოფრინდესო თუ ახლოს არისო სახლთან არ იცისო რა უკან დაბრუნებაო და შეშინებულზე შეიძლება ხეზი არისო და იცისო ჩუმა თუ იყოფნაო რავი ნახოთ თუ ქორმარწე იყვანა რაღაც არ შეჭამა ნახოთ ყველაფერი როგორ იქნება სახლის უკანეზო ბოსტანი დღეს გვინდა ჩვენ ვლოგში რო ყოფილიყო გიო, მაგრამ გიომ ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ხეთაში თუ ჩავალ, იქ შეიძლება გადავიღო ვლოგი. და ხო, გიოსთან ერთად, იმიტომ რომ ვერ მოახერხა ჩამოსვლა უნდოდა და არავუშავ შემდეგშიც მოვა გიო და ერთად გადავიღეთ ვიდეოებში. აქ არის დიდი ეზო, დრონი არ გვაქვს, თორე ზემოდან განახედით რამხელა ეს ეზო. წარმოიდგინეთ, ირგვლივ სულ არის ეზო თხილების ვინც სოფელში ხარ და ესეთი რაღაც ეზო გაქვთ, არ გაგიკვირდება და ვისაც არ გაქვთ ასეთი რაღაცები ნანახეთ, მაგიტომ ვიღებთ სოფლის ვლოგს. ძალიან გთხოვთ ვიდეო დაალაიქეთ, ვლოგები ხო გინდათ? ბევრი ლაიქები მოსცეთ, ლაიქები ვიდეოს ქვევით ლაიქები როა და ჩვენც გადავიღებთ სხვა ფოტოში ვლოგებს, ზღვაზე წასვლის. იქ იყო ატმის ხე ჩემს ბავშვობაში. ბავშვი რა ლაბადად არ ვიყავ, მინდა და ატამი მეჭამა რა და მეც შორტები. ასე მდგომარეობაში ვიყავ თითქმის და ფეხზე ჩუსტები და უკა მოყოდა ძაღლა რომ მოვწყვიტი ატამი, ფეხი რაღაცა დავაბუჯი. ყოდა თუ ყოფილა გველი კივილი შევიგზენი და უცებ რო ავწია ფეხზე მქონდა მოხრეული გველი. ხო და ძაღმა რო დაიწყეფა მე შიშისგან ხო წავიქეცი და ფეხს ვიქნები იქ მეტი მომშორდი თქო და ძაღმა მივარდა ახლოს. და ძაღლის ყეფაზე და ძაღლის იმაზე უცებ მომშორდა. ეხა ნაკბენი სანამ აქ აქედან ზუგდიში ჩახვალ, ხო იცი კილომეტრები უნდა იარო. და უცებ სპირტი და რაღაცით მოვიწმინდე რა, ეტყობა შხამი არ იყო ბოლომდე ჩასული. ასე რომ გადავრჩი რა მეგობრებო. და ასე რაღაცებში სახიფათოა შეულ ნახეთ, თან ზაფხულში შორტებით კაცმა არ იცის რა არის აბინადრობს ამ ბალახების ქვემოთ. ამიტომაც ზევითაც უნდა იყუროთ და ქვევითაც რომ გველზე არ ხო, ამიტომაც იცი რა ყველაზე კარგი ასეთ იმაში არ უნდა იაროს, სულთ არ იყოს კიდევ მესმის. ხო და შავლები რო გეჩვენ. ხო, ახლა შავლები ისე თხილის საკრავთოა შევდიოდი ხოლმე. ფეხზე ჩექმა დიდი შარვალი ზევით გზელკლავებიანი ზედა, რომ ასე რაღაცებისგან დაზღვეული ვიყო, ასე ვხიკავდი ხოლმე თხილს. ეს არის თემოდან გამოწერილი ნაჯახი. ამას არ იქნება ხა პირი გარესილი, ხო? არა, პირი გარესილი. ის არ პორტოს. აი, ეს დალი ემინდი ყავა და აგე მამა ჩემი გაგულესავს. გავტესტოთ იგი მე რასიზამსაბა როგორ დაჩეხავ შეშას. მე ეს ტყეში ლაშქრობის ვიდეოებისთვის მინდა და თუ გამომადგება. ძალიან კარგი. აგე შეხე რა კომპასი აქვს. ნენიეთემ. 35-40-ზე. ლარი ხო? ხო, ლარი, სუსტად არ მახსოვს. ბაბუ, ბანკის შეფასება. ეს აი კარგია. მე ჩავიდეთ დინარეზე და
ჭიაში. გემოს ბაბუ? ამას 20 ლარი. ეს 20 ლარი. ჭიაზე შენ თქვი უფრო ჭიაზე მოვალთ ეს ვიდრე იმაზე პურზეო ხო? ჭიაზე მონე. მამაჩიმან გალესა უკვე ნაჯახი. ეხლა წავიდე გავტესტოთ. ნახე გატესტე. ო? ო, რასით შეხე? ნახე რა მაგარია. შო რა? პირველი ვიზე. ნახე რა მაგარია. შეხედე? ჰოპ. ნახე შეხედე? ჰოპ. ბიჭო, ყოჩა ხელო მაგარი იყო. ყოჩა. ჩვენ მივდივართ სათევზაოდ დინარეს კაიაზე. წავედით. ერთი ანკესი გვაქვს, მეორე ანკესი არ გვაქვს და ელენეს უნდა ვთხოვოთ მე ხანდახან ანკესი. ჩემი ედა მაგიტყობები ამიყიდა. ბაბუა და შვილი წინ წადით. თქვენ ჩავალთ ასე მეგობრებო და იქ არის მდინარე სკაია. ახლოსაა შეხედეთ აგერა სახლი და ასე წამოხვალა ჩახვალქვევით და მდინარე. ადრე აქ ასე კიდე იყო გზა, მაგრამ აქ უკვე ტყეა ძალიან და ზამთარში თუ ჩამოვედით, ზამთარში შევალთ იქ მედალიანი და განახევთ იმატლეს, ასე რომ ეს ვიდეო ყველამ დაალაიქეთ. დაკომენტარე და არქი გამოიწერეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაძლევთ მოტივაციას გვაძლევს ხო მართლა ბევრი ლაიქები რო აქვს და ნახვა ვიდეოს. ჩვენ მერე ვიჟღეთ მასეთი სტილის ვიდეოებს და ასე რომ ძალიან გთხოვთ ვიდეო დაალაიქეთ. ეს ვიდეო რამდენ ლაიქზე უნდა ვიდეს ელენე? 8. 800? აი 800 ლაიქზე თუ აბა ეს ვიდეო შემდეგ ვლოგსაც გადავიღებთ, ასე რომ ძალიან გთხოვთ აქტიურეთ. ადრე იყო ხიდი აი აქ, შენ ბავშვობაში. აქ იყო ხიდი. ეს არის დინარეს კაია. აგერ პური და მიდიება ბაბუა შენს. კარგიელო სოფელი. ნახოთ აბა იქ გორდა რანაირად იქნება მეგობრებო. წავიდეთ ელო. იტამ. პური ხომი გა. აი წავიდე. ჩვენ მივდივართ სათევზაოდ, დღეს დავიჭერეთ უამრავ თევზს. ისე ხიდიდან რო ვისწავლოთ ანკესი. აუ, ნახეთ, აგერ ხიდიდან ვისწავლოთ, კაცო, ანკესი რა ვსწავლობთ, რა სიმახშობით შევდივართ შიგნით. აი, კიდე ვითევზავთ, აგი რა. ისე მივიდეთ იქ. აქაც იქნება თევზები ისე. კი, აქაც თევზები. აი, აქ წადოთ რა ჯერ.
მეგობრებო, ეს იყო ჩვენი სოფლის ვლოგი. თევზი ვერ დავიჭირეთ და რა ვიცი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, კიდევ ერთხელ ძանգთოთ ვიდეო დაალაიქეთ. ყველანაირად შევეცადეთ რომ დაგვეჭირა თევზი, მაგრამ ვერ დავიჭირეთ. ეხლა დავტოვეთ ჩვენი მდინარე დროებით და სახში ეხლა ავალთ, მოემზადებით და წავალთ ფოჩში. გთხოვთ იაქტიურეთ ბავშვებო, არხი გამოიწერეთ. მალე ავიდეთ 70000 გამომწერზე. ეხლა ვიდეოს რო ვიღებ 79900 გამომწერი ყავს და ალბათ ამ ვიდეოს როცა ავტვირთავ უკვე 70 გადაცილებული ვიქნებით და კარგი იქნება თუ 100000 გამომწერზეც მალე ავალთ YouTube-ზე. ჩვენ ბევრ ვიდეოში მოგთავაზებთ, თქვენ ბევრი ლაიქები მოსცეთ ვიდეოებს. აბა დავიმშვიდობოთ. კარგად.